დღევანდელ ვიდეოში Ride Guys-ის ბიჭები საქართველოს ყველაზე ცივი და ცხელი ადგილებიდან დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ცხელი გუნდი 24 საათს გაატარებს ვაშლოვანის ნაკრძალში, ხოლო რაც შეეხება ცივ გუნდს, ისინი წავდნენ ფარავნის ტბაზე. ორივე გუნდს ბენეფიტების მისაღებად მოუწევთ რთული დავალებების შესრულება. მოკლედ, როგორც იქნა მოვედით, ჩვენი სტუმარი არის ბიბიერი, უღრმესი მადლობა ძმაო. შენ რო ხარ ჩვენთან ერთად და ღმერთს მადლობა ძმაო. ღმერთს მადლობა რომ შენ გამოვყევი აქ. ჩვენ ვართ ცხელ გუნდში, ვართ ნახევარ უდაბნოში. ნახევარ უდაბნო ესეთი არ წარმომედგინა. სხვათაშორის ბიბიერი გაგვიმართა ჩვენთან არის, იმიტომ რომ იქეთ ბიჭები საერთოდ მარტო არიან რა, მაგრამ მაგათ გაუმართათ რომ აი რაღაცა ამ ველურ პირობებში არ იქ მარტო კლიმატი იქნება ალბათ პრობლემა რა. კაი გამიშვი. რა ტანჯულები არიან. ორა ვამწყობთან ერთად ვარ მეგობრებო, იმას ფეხი არა აქვს, ამას ბარიატრია აქვს გაკეთებული და აუ რა მაგარია. ხადაო. ეხა დავაი ჩვენ ერთი გუნდი ვართ, იქ შევაზენ გადმოვიყვანოთ. ოპა! ჩვენ ერთი გუნდი ვართ. აუ რა ცივია ჩემი. არ შემასხა. რაშვები და ჩაგახჭოფ ამაში. აუ რა ცივია. ხო ამოიღეთ რა, მაგრამ მევასება ხო ერთი ამოვიდა. ხო გაიგებ. ეს მართლა ძალიან ცივია. გაიღმა არის. გაიღმარი მართლაც რომ. და ისინი რა შობია როგორ მაინტერესებს ეს. იმათ რა ენაღლებათ, იმენა თავიანთვის ეხა იგუდებიან ეგეთ. ბიჭებო, მოდით მალე აქეთ. რა? პატარა კოლოფი წამოიღეთ. რა ხდება, რატო? ძალიან დიდი ობობა არის, მოდი. ზიპო ამ სირბილში რამე გიურზას არ დააბიჯო. ხო გითხრა მაგაზე ბადრიმ შეჩემა რომ ხმარო ისმისო მირბიან და ყეობა თუ ესმის ვაფშე რევაზა მისმინეთ თავის სოროში ზის და თის ვინ ჩაუყოფს აბა. ძმა ბადრი შეუნა მოიყვანო ძმა მაგითო ხარ შენ ბიბიერ ვაილდი და მე ზიპერა აი ეს არის ნახე. ვაი მეს რამხელობო. ძალიან დიდია, რა სადღაც ამხელა იქნება. შეხედე შეჩემა რანაირი ფეხსაცმელები გაქვს წამოღებული იმენა თხები რო ხო იცი კლდეებზე ასე რო დგანან ხო იცი იმენა მასე უდგავარ შენ ძმობას ვიცა. მეგობრებო, ზიპერას ფეხსაცმელზე, შემდეგ უკვე დავიწყებთ კარვების აწყობასაც. კიდევ საძილე ტომრები გვაქვს და კიდევ ბევრი რაღაც მოკლედ რა, სანათები და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი მოგცა კემპშიარმა და ძალიან დიდი მადლობა. რამხელა კალია მოხტა ბიჭო. ო ბიჭო, რამხელა არის? მოდი. ვერ მოვდიმა ბრა. პადრი რა არის? ბადრი ახლა გვანახეთ ხო? ყველაზე დიდი მგელიობობა. რა შევა მგელიობობა შეხედი რა. არ მოხატო რა რა შვები ზმა ძმა ჩვენ იქ სტუდიაში რომ მოყავს იმათი არ გვეშინია არ მოხსნა მაგის დედაც დავისვა ხელზე? არა ბრატ ვაიმე გადმოვისვათ ხელზე. კაი შენ თო გადმოვისვათ ჩვენ ერთად ვერაფერს ვერ გავაკეთებთ ხო არ დახტისე ბადრი ხო არ დახტისე ხო ტონო ამან არის ის. ბადრი იქმინება კი აბა. შხამიანია რატო ისო ხამი ყველაფერს აქვს ეგრე. ამხელა არაზოს მინახავს. არასდროს გინახავს ზიპერ ბიჭებმა რა გითხრეს ცი აი იქით რო არიან წასულები მეორე გუნდი დამახაზონ წამოეხა ცოტა ვიგუნდაოთ. აუ რა ღრუბელი გაიჩით აი ეგრევე. ეს რა არის? მოჯმულია ბიჭო და გამხმარა. არა თეთრი? აქაცა მეორე სოკო ხო არა? არა მოჯმულია შეჩემა. თქვენ ადით ყნუს და მე საჭმელზე ვიჩალიჩე აი აქ დაჯექი, აქ დაგვედოდე, არცა წახუდი. აუ რა ტრაკის ჩასადებში ჩაჯდა თან იმენა. მეც ფეხი დატრამული, შენც და თუ ჩამოვარდით აქ თვითნამა უნდა მოგეკითხოს, ალბათ სასწრაფო არ ამგონია ამოვიდეს. როგორ ამია რომ ძალიან დიდი გველი გაიჩითოს. მაგრამ აქ ისეც ვა გველი კი. აუ თუ არ დავკლათ დავჭამოთ შეჩემა ეგრევე. ნეტა ისინი რა შვებიან იმენა. ბიბი არის ალბათ ხლიკებს გველებს და რაღაცებს უწვავს ბიჭებს. ბადრი რას მეუნება იცი რაღაც ისოროს მიაგდო და ამოუჭრა თეთა მოაიმსოროს და აქ რაც იყო წასულია ოშეჭე სახში მოვაისობობა გამოხდება სახლი და ხდება დაანგრეული ეს თავსახურია კეთყვა თუ იწვიეს დააფაროს. მართლა არა ეს ისე გავიღადავე მაგრამ. კალი არ იქმინება? არა. პროსტა საზღარ დედამობა არის ხო? დაიჭირე? აუდ უკანა ბოდიშით, მაგრამ რა ვქნა, უკანა ფეხები უნდა მოვაწყო, თორე გადახტები. მართლა? რა ბოდიში კაცო? კალიას ბოდიში. კალიას ხო? ვაიმე ჩავარდა
ჩავარდა შეჭამა მაგ დედამობობამ და ეგ არის. გადავდივართ გეგმა ბეზე, ხო? ხო, იმიტომ რომ არ გაამართა, ჩასულია საკმაოდ ღრმად, ოთახშია გასული იქით ეთყობა. ხო რა მოთხარო თვაში ბოლომდე მაგის. აი, ვიშეჩება? ეს კანია გამოცვლილი, მოიცაიხავი ამ კანია გამოცვლილი? რისი კანი? თავისი. ვაა, ჩემიკო! ეს თუ გამოიცვალა, თვითონ ამ ხელა იქნება. ბიჭო, რას გაიგებენ ის კანი რო იყო ეს ორივე ჭველი უნდა ჩაგვითვალოთ რა. აი, ასე დაიჭირა. აი ეს არის მეგობრებო ფარავნის ტბა. გონია რომ სიზმარში ვარ, რაღაც ვიდეო gameplays იმას უყურებ. story mode-ის რაღაც ნაწილს უყურებ, ესე მგონია. იმენა Assassin-ში ვარ. რა ხედებია ხიდეს ჩემი. ელა. მოდი. ოპა, მზესაც ღრუბელი ამოეფარა და ეხა უფრო აცივდება. ანუ ყველაზე გადაობა იცი რა არის? რო გონია რომ მალე მიხვა. რა მალე მიხვა, რასი შორის? რამდენი ხანია მოვდივართ? 1-15 წუთია? კარვიდან აქამდე მოვდივართ. ყურები გამიხსნა. არ დაგიგუბდა? აქაც ნაკადული ჩამოდის, ბიჭო. ეს წყალი ჩამოდის ამ ყინულიდან, ბიჭო. მეგობრებო, ვიპოვეთ ზევით დეკა, რომლისგანაც ჩაისაკეთებენ მგონი და ყვავილობის პერიოდში ძალიან ლამაზია და ყვავილობის პერიოდს ვერ მოვუსწარით, ცოტა ყინვაში ამოვედით, ზაფხულშიც მოვალთ, აქ იყავით ამეოდე. ამას უყურე. აი ყინულია შეჩემეს. არ არის თლად ყინული, ბიჭო. შეხედე. აი ძალიან მაგარი ქვეყანა ვართ რა ნიკუშ მე ამაყი ჩამეხუტე რა მე ამაყივა რა. ამ როგორ იყო ის სიმღერა? სამშობლო ლამაზო სამშობლო ზიანო შევასრულეთ ჩანაფიქრები ესე რომ ვთქვათ ერთ-ერთი ჩელენჯი ძალიან შორიდან აი როგორც ივა ის კამერამენმა რომ გაახედოს ერთი წამი კამერამენმა რომ დააფიქსიროს აი საიდან წამოვედით რა შევკავეს რა არა ცივია გაოცებული ვარ გაოგნებული ვარ და ჯერ აჰაერი ეხლა დავიზრობით ჩავალთ ისევ რეზისკენ და სიცხეში რა ხდება არ ვიცი ნახე მოდი რატი მელა არ დაგორდე ჩემი დედამ ვეღარც ამატყობენ აქ რო დავგორდ ნახე რა ხასოროა რატი აი იგერ აი ბიჭო ამოდით რა ხედები გვაქვს აქ ხედა ადი ბიჭო ადი აი ნახევარ კუნძულები როგორ ეთყობა ნახევარ უდაბნოა ნახევარ ბიჭებო აქ უფრო ისეთი ზედაპირია შეიძლება ფეხი დაგიცურდეთ და გვერდულად იარეთ ჩვენი დამსახურებული წყალი მოდით ბიჭებო აჰა ზიპერ ოპა ვინ ვერ ჩავა ბიჭო ყველაფერში უნდა იპოვო გამოსავალ რატი რა იყო ძმა კუკაო დამსახურებული წყალი ეხლა რატი ასმაგად გესი ამოვნება ეს იმით დავიმსახურეთ ხო ჩვენი ძმა წერა რო ყავდა ზემოთ რო კი ის გაუშვი გაუშვი რა დავიმსახურეთ რა თავარი კი აბა რა ოიცა ამას უნდა გავუყარო ხო ეხა გადავიფარო და ეკავო კარგად მოდი მიკაიფოთ რა ნიკუშ რა შვები დაკეტე ვინმე არ შემოგივარდეს ნიკუშ იქიდან იმას ქენი შენ ნიკა კარგი ხარ ხო კაი ხარ მოდი აქ მოდი ეს დაიჭრე ეგ არის სავსვათ მოდი აი ესე და დადგი ბრავო აუ ესეც ვერ დაადგა სადაა ბიჭო კაია მან ორი კაც როგორ უნდა დაეჭრა პანა შემორევას ჰა მე მან ღამე რამე არ გააფუჭო თქვენ აქედან გადმოგივარდებით ორივე ნიკიშ და კარამში ოჰო ბებერინა გაფრინდა მეორე უკან გვერდზე კარავი გაგვექცა კარავით ადი გაეკიდე შეჩემა სად არის აუ საჩევი ერთი კარავი ერთმა კარავმა იმენა დავშა ორი კარავი ორ კარავში ლევას როგორ აიცი ჰოლივუდის ფილმებში რო ბოლოს პოლიცია მოდის ხო იცით აი
რა კიდეშ მიე ისი ამას თოკი რომ მოვაბათ და წინა მესაჭმელი. მიდი ნიკუშაბა მაინკრაფტს ხო თამაშობს, ეხლა ნახე აწყობს, კიბე იმას აკეთებს, რა ქვია, ხიდს და გადავა. არ გაუგიშდე საღო ბრავო! არა, ამით ვერ გამოვიტანტო. მოკლედ ბიჭებო, ახლა ცეცხლი რო დაინთება, ეგ არაფერი გახურდებით. ძალიან კაი, მე მივხედავ ცეცხლს მოკლედ რა. გამაინტერესებს ბადრი, იცი რომ ჩვენთვის ღამით უფრო მარტივი ხდება, ანუ კაი დილით ვიწვალებთ და დღის საათებში ანუ სიცხე გავიგე, მაგრამ რელიეფის პონჩი და სადაც ვართ მაგ პონჩი, ანუ გვიმარტივდება გაჩერება? უყურე რა თემა, ერთადერთი რაც გვიმარტივდება ის არის რომ სიცხე მოგშორდა რა, მაგრამ ის რთულდება რომ სიცივე მოაქვს, უფრო შეიძლება ქარიც იყოს და კიდე ყველაფერი გამოდის რა ღამე. გველი, ობობა, მორიელი, აქ რაც ბინადრობს უეჭველი ყველაფერი გამოდის, იმიტომ რომ აი ეგეთი არსებები არიან ღამის არსებები, ღამის მონადირეები არიან. გამოგვიგზავნეს საჭმელი და ძალიან გამიხარდა საჭმელს ვნახე. თან ისაც უფიქრიათ რომ ნახშირი და წალამიც გამოატანეს, იმიტომ რომ იცოდნენ რომ რაღაც ნახევარ უდაბნოში მოვდიოდით და აქ ვერ იქნებოდა ვერც ხე, ვერც შეშა, ვერაფერი. ყოღოები წამოიღო. აი ეს მგონი ყველაზე ცუდად ეს აფუჭებს სიტუაციას რა, ყოღოები. შენი წყალობით ეხა მივიღებ საყვებს. ან იმედი ოუ, რატანზე ხარ? ნიკლიანაჩა ეს რა გაწერია ნაუ აუ ბიჭო, პროსტა გავიყინე. მიდი აი, ბიჭო რას გაიყინები, დავაი. მიდი ჩემი დავაი ციდან ოპა. ბევრი არის ფიქრო, რომ გაიყინე. ბევრი არის ფიქრო შენ ზოას ჩავხტი დავაი, ნიკა. საკვებისთვის, ნიკა. დავაი ჩადიაგრე. კარავიც გამოიყოლე უკან მოჯმულია აქ კარგად ჩადი ჩადი, ერთი ჩადი რა. ხო, ახამდე მოიტანეს ვაკი მუხიბა. მიდი ლიკუშ ბოლომდე ამას აზრი არ. დავაი, ნიკა. გონი ამ კარას აზრი აღარ. ნიკა, შენ არ ვიცი ძმაო. რა კაცი ხარ ესეთი არა ვიკი გაფუჭებული ამოვიღეთ, მაგრამ საჭმელი მოვიყვეს. საჭმელი მოპოვებულია. ჩამეცნობა საღოლ, ეხლა. კი. გულები გაუსპამეთ რა. საღოლ გულები გაუსპამეთ და თითო ისა ტერაფლი ერთი ჩაი უეჭველი მინდა ეხლა კიდე. ისეთი ცივია ვერ გეტყვით იმენა. კი ანუ ცივა ფეხები მეწევს, აღარ მართლა და თავი გაწირა რომ თავი გავწირე ბიჭებისთვის. ამ კადრების გამო მე ვითხოვ 15000 ლაიქს თხოვთ. არ დაგეზაროთ. ხო ხედავთ რა სიგიჟეებს ვაკეთებთ და ვაკეთებ ვაიმე რა სველი ვარ. აქიდან გუზნობ ნახევარი გვაქვს დაბასტურმებული, ნახევარი გვაქვს ბასტურმის გარეშე, აღური მწვადი გამოგვდის მარილი და ხორცი მარტო. და მე რაღაცნაირად ხორცი ნახევარი არ მომწონს, რაც გამოაგზავნეს. სუნი როგორი წამოიღო უკვე? ო, мама мия, აკითხო და ხიდეშა. მე რავი, აი ცოტა საოცავ, ესენიც ვიპოვე გამოგზავნილ ჩანთაში. ვაიმე, მაინც ცეცხლი გავჩნდა. მეგობრებო, ვინც არიცით, ბიბიერი ნიშნავს ბებერო ბადრი. ფეხბურთელი მე ვერ გამოვედი. ზიპო, სულული ჩაიფიქრე. სულული ჩაიფიქრე, რა ხჭამოვარდა. ესე მოვიდა. რა, და თვითფრილავი, ვარსკვლავი. ჩელენჯი შესრულებულია და დანაპირების საჭმელიც მოვიდა. პროსტა ჩვენი ბარიატრია გაკეთებული ძმა არ ჭამს და მარტო მე და ხიდაშა გავძიძინით ხო? უგემრიელეს ახალ შემწვარ მწვადს და გავსუნჯოთ აბა. შეგერგოთ კაია მოგიყვე როგორია? არ მინდა ოპა, ერთი სოსისი. ჰოპ, მეორე სოსისი. მესამე სოსისი. მეოთხე სოსისი. ფაქტა ამ ერთ საკლია რა. არა, გემრიელი იყო რა. აუ, გაიწუწა. გაიარო მე რომანტული. როგორ? მე რაღაც ორივე ბასტუმით ამოვიღე და ნეტა რა შვებიან ბიჭები ხა იმენა გადიან ხო? აუ, რა შვებიან ბიჭები, მაგრამ გემრიელი გამოვიდა. არა, ფეხსაცმელიც. არა ფეხსაცმელი. პროსეკეთი იდგესო შენჩე პროსტა ტანსაცმელი წირო არ გეყაროთ რა ისე რო იყო. ოპა, რა ფეხი გაცვია. ეს არის ბიჭო.
ძმებს მოვპარეთ ასასმელი კი არ იცი რა არ ბივა. გავიყინე. აუ! კაია. ჯაიცი. ეხა ეკუთვნით დასალე. ლაიქი და გამოწერა. არ დაგეზაროთ და ამათ კიდე გავაწავენ ხოლმე. შემდეგ ვიდეოებშიც. ეს ჩვენი პატარა ძმა გაუშვით, ხო? ის კი გაუშვი. იქით ბალახში გაუშვი. და შავი ქრივი დიდი კი არა, აი ცერათითის ფხილის ხელა მაქსიმუმ რა. რა? დიდი არ არის? შავი ქრივი არა, ხო, დიდი არა, უბრალოდ საშიშია. შავი ქრივი. ურა, სახელი ქვია, ბიჭო, იმენა საშინელებათა იცი რატო ქვია? რო შეჯვარდება იმ მამალს კლავს. კაი? მე მამლები ყლები არიან, აქამდე ვერ დაამუღამეს. ვაუ, ბიჭო! 35 წლის განმავლობაში სამი შემთხვევა დაფიქსირებული, რომ ტურისტი შემოვიდა და უკბინეს. ანუ უკბინეს, უკბინა გიურზა მანუ რა, ხვდები და სამი შემთხვევა და იმედია მეოთხე არ ვიქნები და 35 წლის კვალობაზე სამი შემთხვევა არ არის მთად ბევრი ძმა. წესით უნდა გადავრჩეთ რა. წესდა. ვა, კალია, შენი დედა მყანა. შავი ქრივი გავაძრე. მოდი. ცოტა რთული დასანახია, მაგრამ ნახე. ეხა უკვე დასტოინად რაღაცა. არ მინდა გატკინო ეხა გამოძველი. ეს მამალია, ჯერ არ დაუბრედია. მოიცა დედალი საქარი. მოდი ვაცადოთ. რაღაცა მგონი ინტიმური. აი, ნახე რა ლამაზია. ნახე, რაღაც არის ბიჭო. აი, შვილი ვიყო, იქ დავაბიჭ ძმაო. შავია ესეთი. აგერ ძმაო, აქ იყო დედამომი კუდეს. გეხვეწები არ გიკ. ძალიან შხამიანია, ხო ე? დაფარე. რა, მარსა იყო ე? არა. ოიცა, ძმა, დააფარე, ისაც ხედავ, ჩემი. ისაც ხედავ, ხო? ყარაყურთი ქვია, კიდევ ერთი სახელია. ყარაყურთი? ყურუთი ვიცი აჭარულია. ანუ ამის ნაკბენი ხა ადამიანს ყავს? კი. აი, აღმოსავლურ ქვეყნებში არის მაგის შემთხვევები. ღირდა წყლის ძალევად. კი. კი, რა თქმა უნდა. საქართველოს ენიავო! უინე! გაზიანი სასმელი აქ არის, არ ვიცი რა გაზიანი სასმელია, ჩვენი სპონსორი ვიდეოით არ არის. რო გახდება მე გეტყვით და მივისმე მე ამ ბიჭოს არ უნდა დაშკარად და მარტო მე დავლევ რა. მე ვიდეოს გამოვქენეს და ბიჭების გამო, თორე საერთოდ არ მჭირდება არც საჭმელი, არც წყალი დამიტოვეთ ცოტა, თორე გაგინე ხა ვიდეო. მე მგონი კარვებში გადასვლის დრო არის უკვე. კი, ცოტა ხანი დავისწროთ. ჩემთვის გავშალე უკვე. და დავიძინოთ რა. ჩემი საძილე ტომარა გავშალე, შენ არ ვიშლი. და ღამე მე მგონი ისეც აღარაფერს ვიზავთ ერთადერთი ღამე საძილე ტომარებში. მარტო ჩემი კარავში? საძილე მე კი უეჭველი. სანამ ჩვენ აქ რაღაცებს ვაკეთებთ, ცხელი თიმი ეხა დარბის, რომ მოიპოვოს კარავი. კარავი რომ მოიპოვოს, უნდა იპოვოს ან ობობა, შხამიანი. ან ხვლიკი, ან გველი, ან რაღაცა ეგეთი რა. ახიდეშასნაირი რა. ან ეს რო იპოვონ, ჩემი კარავი კი არა, ბაიც ვაჩი. შე რაჯი, ანუ რა ის ბლეკ მამბა. რა სახე არ გავიყი, რა მაგას გეტყვი. აუ რა გავაძრე! რა? მოდი მალე. აუ ბიჭო, მას ენუ იწყე. მოდი მალე, ხა უნდა ვაწყებინო. რა? თქვი, გამიში. ფალანგა. ალანგა რა? რატი, მანქანაში რო გელაპარაკებოდი. აუ, ეგ მაგარი ტიპია. აი მას ხედავ? ვახ, ჩემი ეს რა არის? ჩუ. ანუ ობობების ნათესავია, თვითონ ობობა არ არის. ამას მეგობრებო შეუძლია რომ გველით ამაზე ბევრად დიდი იზრდება რა არის. გველით შეჭამოს თაგვები, აი ყველაფერს ჭამს. ხო? ზულიანად ჭამს თაგვს. რა? რა არის ბიჭო? ხეზე ახტა შვილი. გადმოჯიქი. კაი, ჩემი დედა ჩასული. გეხვეწები, ხო არ ხტუნაობს ან რაღაცა. მაგარი. რამეში ჩასვი, გთხოვ ჩასვი. კაი. ამხელა, ბიჭო, ბადრი, ყადა. ბადრი, გეხვეწები, ბადრი. სხვა ობობები, ან ნათესავები, ან რა არის? მოდი ვითო ჩვენს ბიბიერ ვაილდები ვართ და სადაც უეჭველი იცი რომ არაფერი არ იქნება. აუ არა მეჭვია წამო.
მობზანდით მეგობრებო, დაგათვალიერებინოთ ჩემი 60-ხიანი ბინა. პირველი ფეხსაცმელები. ეს არის ჩემი საძინებელი მეგობრებო. აქ ძინავს, აქით სამზარეულოს გაკეთებას ვაპირებ. აქ გეიმინგ კომპიუტერს ჩავდგავ. ეხა მეგობრებო, ჩავწვევი, ჩავღუნგუნდები. აქენა ველაპარაკები ბიჭო, სწორედ ძალიან შენცვიდა. ვაიმე, რა კაია. ხიდაში. ო, ვერ ვიძინებ მარტო და შემოვალ. ოპა. მარიო ხარ შეჩე. არო ბიჭე. ჩაწვალა გადავიღო. ჩემი კაი. ხიდაში. აუ, ძმარა ჩემი ქუდი გააძლე რა. მე წავედი ჩემ კარში ესენი ყები. მეგობრებო, ზოქვას უკან არ ვაბრუნებ, თუ რაღაც მის ქვეშ არ მხვდება, ან ძალიან სისველია ეგეთ ადგილას, არაფერი ჩერდება, რამეს თუ ვიპოვე, თქვაც უნდა დააბრუნო, რომ სახლია რა, ჩათვალე და სახლს უნგრე. ეს არის მახრჩობელაა რა. ეხა პატარა არის და შეიძლება ვიდეოში თქვან ეგრა მახრჩობელაო, მაგრამ მეგობრებო, საკმაოდ დიდი იზრდება. საშიში არ არის. და სხვათა შორის იშვიათი სახეობა ეს საქართველოში, ანუ მე როგორც ჩანს მიმართლებს და ხშირად ხვდება, მაგრამ ზოგადად ეგრე ვიცი, რომ ბევრი არ არის, ეს არის დასავლური მახრჩობელა. საკმაოდ დიდი იზრდება, პატარა ქვეწარმავლებს და პატარა მღრღნელებს ჭამს. და უწყინარია რა, თუ სადმე წააწდით, არაფერს არ დაგიშავებთ და ტყუილად არაფერი დაუშავთ. ხელი გადმოატრიალე. არა, ნახე რომ 7 არის, აი აგრესია საერთოდ არა. ისრიალებს და არ შეგეშინდეს. წამოვიღენახეთ რა მაგ ფლეარგანი არ ვიცი ამით როგორ შევაშინებ მაგრამ უნდა შევაშინო ხრინაუსის ვა ხეს რა ხდება ბიჭო აუ, აი, რას გადაუხს? რა ხდება ძმა? აუ თქვენში ხო არ გაქვს აუ, აი რა. ამოვარდი ტრუსიკი გამძვრაჭი აი ბიჭო 3 წლის ხარ ძმობას გაფიცე აუ, სასულიანად მეძინაჩი. წავედი მე შეგვუნდი დავიძინე რომელმა ქენი ძმობას გაფიცე აი ხა მიიჯუქე შენი ყავი? მე ვიყავი შენი ყავი? აბა ოპერატორები არ ჩამძვრა შარვალი ძმა იმ ხელა გამოვარდი აი ხიდე საღოლი მაგარი ხო იუმორი რომელი იყავით მართლა ძმობას გაფიცე ხიდე შენი ყავი? შენ თუ გააძრობდი ამას ძმა მაგარი აუ არა უნდა შევწვემე აუ ის გამო მაგვიძებ ძმობას გაფიცე შენი ყავი მაგრამ შენ არ იქნებოდი ვითომ გაგაღვიძეთ ის იყო უეჭველი ძმა მართლა გეუნები მეძინა გაგუდოს ჩამოვიტანეთ საძილე ტომრები დამსახურებულად მოპოვებული და ჩვენმა ძმამ ბადრი კიდე დადი, ჩვენ კიდე ბადრის შემოვლილი აქვს მთელი ნაკრძალი. ბადრი, ხო ხარ კარგად? ესა აუ, ყველაფერი იყო, იყო გველი. გაგიქცა, მაგაზე უნდა დაწვე ჩემ. სხვათა შორის ბადრის ყავს 295,000 გამომწერი. ძალიან მინდა რომ ავიდეს 300,000 გამომწერზე რა, ანუ ბევრ შეიძლება არ ყავდეს გამოწერილი რა. ვა, აი შამფურები ჩემი, გამოიწერეთ რა მეგობრებო, აუცილებლად. გავახაროთ ეს ადამიანი. ბადრი! გვიშველე ჩემი. ეს ბადრი აკეთებს ყველაფერს. წვადი ბადრიმ შეწვა. ჩვენი დავალებებიდან ეს მიღებული საჩუქრებით ბადრის დამსახურება აუ ბადრი მოდი ბრა. ბადრი აკეთებს დღეს ყველაფერს. ხო, რას გავუყარო? კუთხეში რაღაც ნახვრი ტივით უნდა კონდეს. იზმაო. იზმაო. აი პლასმას. აჰა, დაჭიმე. გავუყარე. ვა, რას აკეთებს მა? აჰა. ონ გაც არ წოდნია ბადრის თო. ბადრი დავი. მოიცადე თორე ეს ბადრი გამოვიწარე. კარავი აღარ გვექნება, აქ მაინც ნაკურჩხალი არის და ცოტა რომ გამოვიწიოთ. ეს როგორ გადავაბრუნო? მეგობრებო, კარვებსაც ვაწყობთ. მაინც ბადრი გვეხმარება. ეს ჩვენთვის ავაწყეთ. და კამერა მომაწოდეთ, რომ და თქვენი ხმა არ გავიგო ბიჭი. აი ეს რაღაცა ისა ბალიშივით რო არის მრგვალი შეკრული. საძილე ტომარაა და ამოიღე. და მაიცა შიგნით ჩავწვე? ხო. ელვა აქ და გახსნი გვერდიდან. აუ, რა ძერსკია ბიჭი, არ გამოვყენე. ზიპო ყავას დამალევინებ. გესტუმრო? არ ვარ სახში. ორი კაცი კარგად დაეტევა რა ტირაში ჩამწკრიდებით და ეგ არის. ეგ არის მეგობრებო, შევწვევით ახლა, დავისვენებთ ესაც უკვე ქრება, დაველოდებით ჩაქრობას. წყალი დავასხა. დავასხა წყალი და აბა ჰეთ და აბა ჰოთ. ნახოთ ერთი ბიჭები. აბა მაგას.
სივა ლევანი გაცოდე გაიღვიძე გათენდა რევას ადგია მალე ჯარის კაცო დროზე ქარა გათენდა იმედი მაქვს მოგეწონათ ჩვენ კარგად გავიყინეთ კარგად ვიწვალეთ შულინტის მომდის ერთ რაღაცას გეტყვით როგორც წამოხვალთ ცივადგილას აი თუ გინდათ რომ ისიამოვნოთ იკაიფოთ სიამოვნო მიიღოთ თბილი ტასმელი წამოიღეთ საღო ესეთი რჩევა ძმაო აი რო არ გეთქვა შორტებით მოდიოდნენ შენ საღო ძმაო მიდი შენ ზოას საერთოდ მიდი შენ შედი რა მიდი რა შედი